ჯიპის ისტორია 1938 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში იღებს სათავეს. უკვე ღრმა წარსულში შეიარაღებული ძალების მოთხოვნა იყო ამ ავტომობილის გამოშვება. Wrangler-ი იმდენად პოპულარული გახდა ამერიკელებისთვის, რომ ის ნელ-ნელა მოქალაქეებისთვისაც გამოუშვეს. ამ ავტომობილის ევოლუცია დღემდე ასე გამოიყურება. ბავშვობიდან როგორ მიყვარდა ეს ავტომობილი. ესეთი უცხო ფანჯრების ასაწევი აქვს ამ ავტომობილს. ეხლა ჩვენ ვზივართ ამ თუთას კაბრიოლეტში. გვაქვს ტიპტრონიკი, სიჩქარის კოლოფი, აი პირველი მივდივარ, მეორე. ტენტი გადავხადეთ. ყველაფერი კარგად ჩანს, ესე იგი ბათუმის ბულვარზე. აი ესეთი ავტომობილი ციარული, აი მართლა ძალიან მაგარია. ოპა. აუ რა კაი საჭი აქვს. ძალიან მოხერხებული, დიამეტრი აქვს ძალიან მაგარი, მომწონს. ბრავო. ბრავო, ძალიან მაგარია. რა თქმა უნდა, ხა მარტო ტრასაზე საერთოდ არა, კარგი იქნება. ცოტა უგზაობაშიც გადაუხვიოთ. კარი უბერას აი სიგრილე, ბათუმი, საღამო, სანაპირო, მზის ჩასვლა. აი ეს ყველაფერი არის კომფორტი. აი ეს ყველაფერი არის ის, რაც ადამიანს ყველაზე ძალიან უხარია. მილებში გვიწერია ძალიან წვრილად. აი ახლა მოძრაობ 60 მილით. და რომელიც დაახლოებით ისრის მიხედვით გეტყვით რომ დგას 100 კმ/სთ სიჩქარემდე, ну 70-მდე თუ გადავიდა, ეს უკვე დაახლოებით თვალის ზომით გვაჩვენებს 120. აქ გვაქვს პატარა ბერგეტი, რომელიც ხიდებში შეგვიძლია ხიდები ვიხმაროთ, გადავრთოთ. ძალიან კომფორტული ავტომობილია. სხვადასხვა აი არის ესეთი ღილაკი, რომელიც არის ეგრეთ წოდებული ჟარგონს ვიხმარ რუსულ სიტყვას სპანიჟენიე, რომელიც დაღმართზე და ნუ აღმართზე ასვლის დროს გვეხმარება. ძრავზე გეტყვით რომ გვაქვს ვეტიპის 6 ცილინდრიანი ძრავი. 3.6 ლიტრი მოცულობის. ძალიან კომფორტულია ძრავი, რა თქმა უნდა, ყოფნის თითქმის 4 ლიტრაა, ეს ავტომობილი რამდენიმე ძრავით გამოდიოდა. სხვათა შორის ძალიან დიდი კულები აქვს ამ ავტომობილს, ну, crash test-ში, უსაფრთხოებაზე. ყველაფერია გათვლილი, ну, ეს არის ნამდვილი ტიპიური ამერიკელი.
ავტომობილი რა თქმა უნდა არის ამერიკის სიამაყე, სამხედრო ტექნიკიდან დაწყებული, ესე იგი ძალიან დიდი ისტორია აქვს ამ ავტომობილს. ჯიპი საერთოდ და ნუ მით უმეტეს რანგლერი. რამდენიმე თაობა და მით უმეტეს ბოლოს, აი იყო 2003 წლიანი, იყო 2007 წლიანი. ყოველთვის უკეთდებოდა რესტაილინგი, რა თქმა უნდა განახლება ხდებოდა. იყო ვერსიები, რომელიც იყო უფრო დამჯდარი და იყო ეს ვერსია უკვე ახალი, რომელიც არის უკვე ცოტათი ამაღლებული დაშვებით, რამხელა საბურავები გვაქვს. ავტომობილი აი off-roaderია, ნამდვილად off-roadისთვის არის შექმნილი. ერთ-ერთი საუკეთესოა. შეიძლება უწოდოთ ამერიკული მეფეც კი. ნუ ამერიკელებს რა თქმა უნდა ყავთ კიდე, იცით, ჰამერი, რომელთაც ძალიან ამაყობენ. და რას მინდა ხაზი გავუსვარო 2007 წლის მერე თუ არ ვწდები, ან 2009 წლის მერე, აი ეს 2 წელი იყო სხვაობა. შემდეგ გამოვიდა უკვე აი ამ ახალი საჭით, რომელსაც მულტისაჭე ქვია და გვაქვს ღილაკები განთავსებული. და რამაც ისევ და ისევ შეიძლება დაგაბნიოთ ეს ამერიკელებს რატომ ყავს უყვართ საჭის უკან განთავსებული ღილაკები. ესე იგი თავიდან უნდა მოყვებოდეს ამ ავტომობილს რაღაცა ინსტრუქცია, რომ თქვენ გადაშალოთ და წაიკითხოთ, რომ თუ რა წერია საჭის უკან. იმიტომ რომ აი ესე ყურებას ნამდვილად ვერ დაუწყებ და იყიდე მანქანა, გინდა რომ ყველაფერი იცოდე. სადღაც უნდა ეწეროს, ან უბრალოდ უნდა ვიღაცამ გაგარკვიოთ. 3 ღილაკი აქვს საჭის უკან და ეს არის მენიუში შესვლა, რადიოს პოვნა, რაღაცა. ამაში ვერ დაგეთანხმებით. ორიგინალურია, აი ეს ტორპედო, ხარისხი. ნუ რა თქმა უნდა ამერიკული. ხარისხი მე ამერიკული ისევ და ისევ ვიტყვი რომ არ მომწონს. მე მომწონს მხოლოდ ინტერიერის დიზაინით ავტომობილები, რომელიც არის ნუ გერმანული და რომელიც არის რა თქმა უნდა იტალიური. იტალიაში ნამდვილად არ წუწუნებენ ხარისხზე. ესე იგი მე ბათუმში ძალიან გემრიელად, კარგად ვისეირნე. ცოტათი უგზოობაშიც გადავუხვიეთ. უგზოობას ახლა მთას და მთიან რაიონს არ გულისხმობ, ისეთი რომ ხიდები დაგჭირვებოდა, მაგრამ მაინც ცოტათი ეს ავტომობილი ოდნავ მაინც უგზოობაში გრუბია, ცოტათი ხმა შემოდის, მაგრამ ეს არის, მოდი ესე დავარქვათ, სანაპიროს მანქანა. სანაპიროსი, რომელზეც ახლა ჩვენ ვიმყოფებით. მე დროებით უნდა დაგემშვიდობოთ, შევხვდებით ზუსტად 1 კვირის შემდეგ. იგივე დროს, იგივე არხზე.